დღეს საბას ხვიტარიძეზე ბრალდებამ შეცვალა ბრალის შესახებ დადგენილება და თქვა, რომ არ დადასტურდა, რომ საბას ხვიტარიძე მიცოდა პოლიციელები რომ იყვნენ დაზარალებულები. ჩვენ სწორედ ამისთვის უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ, ჩვენ ათეულობით მოწმე წარმოვადგინეთ, გამოვითხოვეთ რამდენიმე საათი ვიდეო ჩანაწერი ქორთიად მერიოტის სასტუმროდან, მათ შორის გამოვითხოვეთ ტელეარხებიდან ჩანაწერები, შევადარეთ და დადგინდა ამ ჩანაწერებით, რომ საბა, როდესაც ასე ვთქვათ, ხდებოდა იწყებოდა კონფლიქტი, საერთოდ არ იდგა იქ და შესაბამისად ამ მოწმეებთან შეხება ვერ ექნებოდა. მე ვთვლი, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ბრალდების მხარეს არ სურდა გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა სასამართლოს. ამიტომ თავადვე შეცვალეს ბრალდება და მოხსნეს პოლიციაზე თავდასხმის ნაწილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის დასასრული. მას კიდევ ედავებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელში გამართლებასაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ. მაგრამ ერთია ხო ფაქტი, ზუსტად იგივე მტკიცებულებები არსებობდა ბრალის წარდგენის დროსაც. მოწმეები იგივეს ამბობდნენ გამოკითხვის დროს და მე 5 თუ 6 თვის წინ გაუცვალე ბრალდებას ჩემი მტკიცებულებები. თუ მათ სურდათ მოხსნა ბრალის, მაშინ მანამდე უნდა მოეხსნათ. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია, რომ სასამართლოში მაქსიმალურად გამოგვევლინა ბრალდების მხარის სრულ მოწმეები და ჩვენი მოწმეები სანდოდ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები, არის შესრულებული და ჩემი მოსაზრებით ეს იყო სხვა საქმეებთან შედარებითაც მათ შორის საკმაოდ სენსიტიური, იმიტომ რომ თავად საბა წამების მსხვერპლი გახდა. ამიტომ ამ საქმესთან ერთად, რა თქმა უნდა, თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, საბას დაზარალებულად ცნობილი საქმის გარემოებებიც, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება ამ საქმეში. ამიტომ ერთობლივად ჩვენ გავასაჩივრებთ, ზუსტად სარჩელს შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და რაც რა განაჩენიც არ უნდა დადგეს, არავის არ ქონდეს იმის განცდა და ილუზია, რომ ეს საქმე არ წავა ევროპულ სასამართლოში. ამიტომ ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ამ ცვლილებას, მაგრამ ამით არაფერი არ არის დასრულებული. სანამ საბოლოოდ არ დადგება გამამართლებელი განაჩენი. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წარმოდგენილი იყო ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტსაც კი. საბას ხვიტარიძის საქმე კიდევ ერთხელ ვამბობ, სენსიტიურად კიდევ ერთხელ არის განსხვავებული, იმიტომ რომ საბას ხვიტარიძე დაექვემდებარა წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას და ყველამ კარგად იცის, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენ წარვადგენთ. ამიტომ მე ვთვლი, რომ საბას ხვიტარიძის ეს ნაწილი იყო ჩემი მოსაზრებით პირველი გამარჯვება თან ძალიან დიდი, იმიტომ რომ საბას ხვიტარიძეს აღარ ემუქრება ბრალად წარდგენილი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სამომავლოდ დემოკრატია როცა იქნება და დემოკრატიული პრინციპები დაბრუნდება ქვეყანაში, ყველა ამ ადამიანის ბრალი და მსჯავრი მოიხსნება და უბრუნდებიან ოჯახებს.